განვიხილოთ რისთვის გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატები. ამ ვიდეოში განვიხილავთ კორსისი გახლავთ სედატიური საძილე საშუალება. ჩვენება გახლავთ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ნევროზული მდგომარეობა, აგზნებადობა, უძილობა, ან ის მდგომარეობა, როდესაც უჭირს პაციენტს ჩაძინება. ნეიროვეგეტატიური აშლილობით გამოწვეული კუჭრაძლავის ტრაქტის ორგანოების სპაზმის დროს ნეიროვეგეტატიური აშლილობა გულისხმობს აი მაგალითად გაღიზიანებული, როდესაც არის პაციენტი, შფოთვები, როდესაც აქვს და ის ყველაფერი, როდესაც იწვევს კუჭრაძლავის ტრაქტში სპაზმურ პრობლემებს, ამ დროსაც ინიშნება ეს ჩვენი კორსიზი. ასევე ინიშნება ტაქიკარდიის დროს და არამკვეთრად გამოხატული კორონარო სპაზმის დროს. უკუნაჩვენები გახლავთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია პრეპარატში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე და ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმელების დაზიანება და ფუნქციური დარღვევები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კორსიზის გამოყენება არ შეიძლება. ძირითადად ინიშნება 1-2-აბი ჭამამდე და ინიშნება 2-3ჯერ დღეში, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გახლავთ ზედაპირული ინფორმაცია და ექიმთან კონსულტაციის გარეშე არც ერთი პრეპარატის მიღება თვითნებურად არ არის რეკომენდებული. აუცილებლად დამიწერეთ, რომელი პრეპარატი გინდათ რომ განვიხილოს შემდეგ ვიდეოში, მე დროებით დაგემშვიდობებით.